არავინ არ გთხოვს ჩვენ სულიერ ცხოვრებაში ვიყოთ ორიგინალურები, ვიყოთ უნიკალურები. არავინ არ გთხოვს ამას. საკმარისია ჩვენთვის მხოლოდ მიბაძვა, მიმისი. ორიგინალურობა მხოლოდ ქრისტეს ჰქონდა. მხოლოდ ქრისტე იყო ორიგინალი, მისაბაძი ნიმუში, მისაბაძი მაგალითი ყველასთვის. აი ქრისტეს დაბადებიდან ვიდრე დღემდე ყველანი ბაძავენ ქრისტეს. ყველანი ვბაძავთ ქრისტეს. ვინც მეტად მიბაძა მაცხოვარს, ისინი წმინდანები გახდნენ. და დღეს ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ ქრისტესაც და შეგვიძლია მივბაძოთ წმინდანებსაც. ამიტომ ძალიან ადვილია ჩვენთვის, ძალიან ადვილი. ჩვენ მხოლოდ უნდა მივბაძოთ და ვცხონდებით. როგორც აი პავლე მოციქული ბრძანებს ნახეთ, მობაძავ ჩემ და იქმენით, ვითარცა მე ქრისტესა. ანუ მე მომბაძეთო, რადგან მე ქრისტეს ვბაძავო. მხოლოდ მიბაძვაა საჭირო, მხოლოდ მიბაძვა, მეტი არაფერი. მიბაძვა კიდე ზოგადად გვიადვილდება ადამიანებს. დღეს ამ მიბაძვიდან წამოსულ შრომას, სულიერ შრომას აქვს უდიდესი ძალა, უდიდესი მადლის ღირებულება, ანუ ძალიან აჯილდოვებს უფალი ამ სულიერ შრომას. აღარ არიან მისაბაძი ადამიანები. იცით რა არის სულიერ ასპარეზზე, სულიერ ცხოვრებაში, იცით ჩვენ არ გვჭირდება დამრიგებელი ადამიანების სიტყვით, არ გვჭირდება მხოლოდ დამოძღვრელი ადამიანები, არა, ჩვენ გვჭირდება შთამაგონებელი ადამიანები, რომ შთაგვაგონონ, მხოლოდ კი არ დაგვარიგონ, მხოლოდ კი არ გვასწავლონ სიტყვით, არამედ თავიანთი ცხოვრებით შთაგვაგონონ. ბევრი წიგნი იწერება, ბევრი ლაპარაკი, სულ ლაპარაკი, მაგრამ კაცო, ამ ლაპარაკის ცხოვრებაში განცდა ნაკლებადაა, ნაკლებად ხვდებით. და რა შთაგვაგონებს ჩვენ შთაგვაგონებს განცდა, ცხოვრება. ცხოვრებით ვხდებით შთაგონებულნი და არა სიტყვით. სულიერ ცხოვრებაში ასპარეზი ასია. მაგალითად, როდესაც ჩვენ გავიგებთ, რომ ვიღაცა ბერმა რაღაცა სასწაული აღასრულა, და ყველანი მირბიან ამ ბერთან, ყველანი მირბიან მასთან. და აი ამ სასწაულს უყურებთ ყველანი. მაგრამ ამ წმინდა ბერს რამდენი ტანჯვა და ტკივილი დასჭირდა ამ საფეხურზე რო ასულიყო, რამდენი სინანული, რამდენი ცრემლი და ლოცვაში გამისთენება, ამას არავინ უყურებთ. არ ვუყურებთ ამას. არ ვუყურებთ ამას. იმიტომ არ ვუყურებთ, რომ ჩვენთვის უცნობია სულიერი შრომა, სულიერი ღვაწლი. ჩვენ არ ვიღვწვით, ჩვენ არ შრომობთ და ამას არ უყურებთ. მარტო სასწაულს ვუცქერთ. სასწაულები იცით, რატომ აინტერესებს ასე ძალიან თანამედროვე ადამიანს, რატო გვიტაცებს ასე სასწაულები იცით? იმიტომ რომ მოვიკოჭლებთ სულიერ ღვაწლში, სულიერ შრომაში მოვიკოჭლებთ. ვუყურებთ მარტო წვერს, ანუ